YouTube-ს გაუმარჯოს და YouTube-ზე ჩვენი არხის მაყურებლებს დღეს საუბარი გვექნება და სროლები, საცდელი სროლები სანადირო გლუვლულიანი იარაღიდან, რომელსაც ჰქვია ბერნარდელი. ბერნარდელის შესახებ ორიოდე სიტყვით ვისაუბრებთ. მშვენიერი შესანიშნავი თოფის შესახებ და ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით. რაც გვახსოვს, რაც წაგვიკითხია, რაც გაგვიგია, ყველაფერს მოგიყვებით. თოფი ახლა გვაქვს დაშლილ მდგომარეობაში, ახლა თეორიულ ნაწილს და ახლოდან დათვალიერებებს ახლა სახლში ჩავწერთ და მერე გავალთ ჩვენს ასე ვთქვათ პოლიგონზე სასროლად. აი ესეთი ლამაზი ორნამენტებით და გრავირებით გამოირჩევა ეს მოდელი. აქ აქვს წარწერა აი ბერნარდელი, ალბათ ნახავთ. ბერნარდელი, ვინჩენცო ბერნარდელი, ვინჩენცო ერქვა ამ წარმოების დამაარსებელს და ამ ოსტატს. და მეორე მხარეს არის წარწერა, ამასაც გაჩვენებთ. ნახეთ. გარდონე ვეტე, გარდონე ვალ ტრამპია, ეს არის ქალაქი, სადაც იყო ეს საწარმო დაარსებული და შექმნილი. ეს იყო საუკუნეებს მოიცავს რა ერთი სიტყვით ეს ის მაგათი ისტორია. საქმე იმაშია, რომ ბერნარდელი მაგათი გვარი არ იყო თავიდან. ბერნარდელის წინაპარს ერქვა ბარტოლინო ბარნელი. და ახლა მაგაზე ცნობები მოიძიება მე-17 საუკუნის 30-იანი წლებიდან, 1630-31 წლიდან. შეიძლება მანამდეც იყო, მაგრამ ისტორიულად სხვა ის ცნობილი არ არის. და დაახლოებით 1700 რომელიღაცა წლიდან, ანუ მე-18 საუკუნის ასე ვთქვათ 20-იანი წლებიდან უკვე შეიცვალეს გვარი და ბარნელიდან გადავიდნენ ბერნარდელის გვარზე. თვითონ ეს ვინჩენცო მაგარი უბედური ყავდა გამჩენს. და თავიდან მუშაობდა ფრანზინის საწარმო იყო, ეგეთი იყო ფრანზინი. იარაღის წარმოება ერთ-ერთი ცნობილი იტალიაში წინა წლებში. ხო და იქ წამყვან სპეციალისტად, ასე ვთქვათ, წამყვან ოსტატად მუშაობდა და მერე რაღაცა წლების შემდეგ ამ ფრანზინიდან წავიდა და ქარხანა 1800 რომელიღაც წელს რა შუა წლებში იყო ეს მე-19 საუკუნის უკვე ამ გარდონე ვალ ტრამპიაში ქარხანა გახსნა. ქალაქის სახელი რო აწერია აქეთა მეორე გვერდიდან აქა. ხო და თითქმის მე-20 საუკუნის ბოლომდე ამ ქარხანა იმუშავა სულ წყლის იმაზე იყო რა დაფუძნება, ანუ ელექტროენერგიას არ ხმარობდნენ ძრავების სასამუშაებლად, როგორც წყლის წისქვილი არის. წყლის ენერგიაზე მომუშავეს ბურღები, დაზგები, ყველაფერი ჰქონდათ ამ წყალზე. ასე ნელ-ნელა ვითარდებოდა ეს საიარაღო ოჯახი. ესეც არის წმინდა წყლის ოჯახური ბიზნესი, აქ მარტო ერთი ოჯახი არ იყო, აქ ცოლის მხრიდანაც დიდი მათ ბარნელის ეგენიც მეიარაღეების ის იყვნენ, რა ქვია, კორიფეები საიარაღო საქმის. და ინახეთ რა სილამაზეა, როგორი კარგი ორნამენტებით გამოირჩევა. ხო, მერე მარტო სანადირო თოფებით არ შემოიფარგლებოდა მაგათი საქმიანობა. ჩვენ უბრალო ენაზე რო ვთქვათ, ყველაფერ შიკები იყვნენ რა ესენი. ანუ ისინი რა ქვია, ავტომატურ პისტოლეტებსაც უშვებდნენ, ავტომატურ იარაღსაც, მოიერი შეშასხანებსაც, ქალებისთვის აი დამსკის რო უძახიან, ეგეთი დამსკი პისტოლეტები, დამსკი თოფები. მერე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმას უშვებდნენ, განსვი რომელიღაცა
საიარაღო საწარმოსთან ერთად საარტილერიო ჭურვის დეტონატორებსაც უშვებდნენ. კოლაბორაცია ჰქონდათ ალფა რომეოსთანაც. ალფა რომეო აკეთებდა იმას საავიაციო ძრავებს და ესენი რაღაცა კომპონენტებით ამარაგებდნენ კიდე. ერთ სიტყვით ესეთი დომხალი ჰქონდათ რა. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლიდათ, რომ ესე განევითარებინათ ესეთი სანადირო იარაღის წარმოება და ესეთ მაღალ დონეზე აიყვანათ. მე იმდენ იქნეს, რომ სადღაც 90-იანი წლების ბოლოს, წინა საუკუნის 97-18 წლებში საერთოდ გაკოტრდა ეს ფინანსური პრობლემები შეექმნა ბერნარდელის კომპანიას, ვინჩენცო ბერნარდელის კომპანიას და იძულებულები იყვნენ თავიანთი აქტივები, ბრენდები და ისინი გაეყიდათ სავაჭრო მარკები და ეს თურქებმა იყიდეს, არის ესეთი კომპანია Sarsılmaz Arms'ი. 97 წლიდან ეს თურქები მართავენ. მართავენ როგორ, ახლა იტალიაში საწარმოებში თურქებს კი არ ამუშავებენ, ისევ ყველაფერი იტალიელების ხელით ხდება. უბრალოდ ეს დოკუმენტაცია, ეს დაგეგმარება ყველაფრის წარმოების ფინანსური მხარე არის თურქების ხელში. ჰოლანდობდი არ შეიძლება ევროპაში მაგათი ჩამოყვანა. მინდა გიწერა მე. თორე დანარჩენი ადგილზე ისევ მუშაობენ ჩვეულებრივად იტალიელები. როგორც ვიცი, ნახევრად ავტომატურებსაც უშვებდნენ. მე მგონი ახლაც უშვებს ბერნარდელი. ნახევრად ავტომატურებს. ხონეს მოკლე ისტორია რა ეს ბლა ბლა ბლა, რაც მახსოვდა, რაც წავიკითხე. და ესეთი სილამაზესთან გვაქვს საქმე. ეს არის კაკლის მასალისგან აქვს კონდახი და ტიპჟირი დამზადებული ამ თოფს, კონკრეტულად ამ მოდელს. ამ თოფის გამოშვების წელი მართალი გითხრათ ვერ დავადგინე. სავარაუდოდ ეს იქნება რაღაცა ნომერი ეწერება თოფს და იმის ბოლო ციფრებით ალბათ. ან სპეციალური შტამპები აქვს და იმის მიხედვით უნდა გავარკვიოთ. აქაც იგივე წარწერა აქვს. რულაზე თუ დავიჭირეთ ახლა ფოკუსი. ბერნარდელი გარდონე ვითი. Made in Italy, ეს სუფთა იტალიელია. არა, ისედაც სუფთა იტალიელია. და რაღაცა წარწერები აქვს. ხო, აგერ არის მითითებული. ეხლა გაჩვენებთ ამასაც. ცოტა იქ ფოკუსი დავიჭირო. აი 18 და 3 აქვს. წერია ლულების გაბურღულობა. ორივე. აი 18 და 3, 18 და 3. რაღაცა ქვეყანა შტამპები აქვს, ქვეყანა დამღები აქვს. ამ წლების ამოცნობა შეიძლება, როგორც ვიცი, ან დამღით უნდა ამოიცნო წლების მიხედვით სხვადასხვა ჰქონდათ, ან სერიული ნომრის ბოლო ციფრებით, მაგრამ ეს 99 წლის მოდელს არ გავს, მე მგონი უფრო ადრინდელია, სადღაც სავარაუდოდ ეს არის 80-იანების ბოლო. მე მგონი ძალიან მაგარი და კარგი ნამუშევარია. თავის სუპერ ჩამკეტით, ორმაგი ჩამკეტი აქვს. ხო, ლულები გავზომეთ, ლულის სიგრძე ამის სხვათა შორის 71 არ არის, არის 70 მმ. ახლა თქვენს გაჩვენებთ. აი 70 მმ-ია ამ თოფის ლულების სიგრძე. ეს მისი ტიპჟირი, ესეთი დამახასიათებელი ჩამკეტით.
ხო და ესეთი კაკლის მასალა გალაკულია ეს სხვათა შორის ლაკი აქვს წასმული ქარხნულად. და გაბურღულობა ვთქვით და ამას საცვლელი ჩოკები არ აქვს, ეს არის აი ნახეთ ფიქსირებული ჩოკებია აქ. და მარჯვენა ლულა არის 0.5 ანუ ნახევარი ჩოკი, მარცხენა ლულა არის 1 და 0 სრული ჩოკი. უბრალო ენით 3 ჭრილი და 1 ჭრილით. ანუ შესაბამისად ლულის გაბურღულობასთან მიმართებაში ეს არის 17 და 8 და იქით არის 17 და 3 მარცხენა. ანუ 17 და 8 არის ნახევარი ჩოკი, 17 და 3 არის სრული ჩოკი. აი ესეთი ლატუნის კორა აქვს და საკმაოდ ესეთი კარგი და ლამაზი სამიზნე თამასა და ეს არის 10 მილიმეტრი, 1 სანტიმეტრიანი, რომელიც იწყება ცოტა განიერი ზოლით და ბოლოში ოდნავ ვიწროვდება, სადღაც 0.7 0.6-ზე ჩამოდის ალბათ, იმიტომ რომ 5 მილიმეტრზე აშკარად მეტია. ხო, თოფის წონა არ გვითქვია, ავწონეთ, თოფის წონა შეადგენს ზუსტად 3 კილოგრამი და 300 გრამი. დღეს ახლა რო გავალთ ჩვენ ორი ტიპის ვაზნას გავისვრით. ხო და წვრილ საფანს აღარ ვისვრი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს მაგის დამარკერებას და ორი ტიპის ვაზნას გავისვრი, ერთი იქნება ზუბერი, მეორე იქნება აზოტი. ზუბერს გავისვრით 6 ნომერს 34 გრამიანს, ორ ცალს, შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულით და გავისვრით ორ ცალ ვაზნას, აი ესეთი არის, ეს არის აზოტის ვაზნა BQ balance and quality, ანუ ბალანსი და ხარისხი, ასე ქვია. ეს არის 7.5 საფანტი არის 7.5 2.4 მილიმეტრის დიამეტრის მარცვალი და ნახეთ 26 გრამი. აი აქედან დაიწყო პირველად ეს ვაზნა რო ვიხმარე, მერე დავიწყე ზუსტად ისე მომეწონა ეს 26 გრამი ჩემი თრუტენი და ძალიან გამომდგარია და დამუღამებული მაქვს 26 გრამები. პირველად ეს რამოდენიმე წლის წინ რო შევიძინე ეს ვაზნა, იმდენად მომეწონა, რომ დავიწყე ამ პარამეტრებით მეც დამზადება. რაც სხვა რა გითხრათ ახლა, მაინც და მაინც დიდი მცოდნე არა ვარ ამ იარაღ წარმოებელთა ისტორიის. და რაც მე მგონი ესეც უკვე საკმარისი მასალა იყო, ზოგი რამე რაც ვიცოდი, ზოგი რაც დამატებით გავეცანი კიდე ინტერნეტში არის ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ იარაღის შესახებ, დამწარმოებლის შესახებ. ხო, ნუ თვითონ ეს ვინჩენცო ბერნარდელის ყავდა მე მგონი 4 შვილი, ეგენიც და მამამისის კვალს გაყვენდა, სხვადასხვა მიმართულებებით, ასე ვთქვათ, ზოგი კონდახს სამზადებდა, ზოგი მექანიზმს, ზოგი ლულას და ესეთი შეკრული ოჯახი იყო ამ იარაღ წარმოების თემაში. ნახეთ უბრალოდ რა სილამაზეა. ხო, ეს თოფიც ისევე როგორც წინა შემთხვევაში, წინა ვიდეოზე, რიცინის თოფზე რო ქონდა ვიდეო, ესეც ერთ თვეზე ცოტა მეტია შეძენილია თბილისში 3000 ლარად. ხო და ჩამოტანილი ქონდათ თბილისში, სადღაც აუქციონზე შეძენილი და აქ მოხდა მისი გაყიდვა. ჯერ ამ თოფიდან მე არ გამისვრია. ხო და აი რა შეგრძნებას დატოვებს და როგორ იქნება.
მაგ ყველაფერს მოგიყვებით, როდესაც გავალთ ჩვენ სასროლეთზე. დაგველოდეთ, არ გადაახვიოთ, არ გაგვექცეთ არხიდან. ცოტა ხანში აღმოჩნდებით ჩვენს პოლიგონზე. მანამდე კი ახლა ვეცდები თოფი ავაწყო და აწყობილ მდგომარეობაში გაჩვენოთ. აი ასე ლულა ჩავსვით. ასე ჩავსვით ტიბჟირიც. ხო, რისი თქმა დამავიწყდა. ეს ავტომატურად არ დგება იმაზე. გადატენის დროს ავტომატურად ეს მცველი თავისით არ ჩამოდის. ნუ ზოგიერთ თოფებზე ჩამოდის. ზოგიერთზე არა, მე MP27 მაქვს, მაგალითად იმაზე ჩამოდის, აი. ესეთი დამახასიათებელი. მაქვს. დარჩა გახსნილი, ხო? რო გადავტენეთ. და ისევ ეს ისევ აი ქვევით არ არის ჩამოწეული, ზევით რჩება. ამიტომ დამატებითი სიფრთხილეა საჭირო. ძალიან კარგი და ესეთი შთაბეჭდილება სტოვებს, ხო? ამის სახელური არის პისტოლეტური, ნახევრად პისტოლეტური ტიპის ტარი აქვს. ინგლისური კონდახი არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ინგლისური კონდახიც მოუხდებოდა ამ თოფს. აი ახლა ზემოდან გაჩვენებთ მთლიანად. გადავინაცვლოთ ახლა სასრულად. ვაგრძელებთ გადაღებას მეორე ნაწილს, ანუ პრაქტიკულ სროლებს, როგორც შეგბირდით, ახლა აქ ბევრს არაფერს აღარ ვილაპარაკებ თოფის შესახებ, იმიტომ რომ რაც ვიცოდი უკვე ვთქვი და პირდაპირ დავწყოთ დაანონსებული ვაზნები. და ერთი პატარა შესწორება შეიძლება მოხდეს, ჩემი დატენილი 26 გრამებიც ჩავამატო. ნახავთ, ფურცლების რაოდენობა საკმარისია. მინდა რომ ჩემი 26 და მაინც ქარხნული 26 შევადაროთ ერთმანეთს. დავტენოთ ახლა და ანუ პირველი გავისროლოთ ეს აზოტის ბალანსი და ხარისხი BQ 7 ნომერი. უბრალოდ 7.5 26 გრამი. ეს არის სპორტული ვაზნები მკვრივი საფანტით. და ნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ბერნარდერი 12 კალიბრი. მარჯვენა ლულა ნახევარი ჩოკი, 7.5 26 გრამი, მანძილი 35 მეტრი. ცოტა თითქოს შეიძლება მარცხნივ იყოს წაღებული, ისე მოულოდნელად გაისროლა, არ მოველოდი, ძალიან გრძნობიარე სასხლეტი აქვს. ეს ეჟექტორზე არ არის, არის ექსტრაქტორზე, ამიტომ ხელით ვიღებთ. წავიდეთ და დავნიშნოთ მარკერით და გადავიღოთ რა მოხდა იქ. პირველი გასროლის შედეგი 7.5 ნომერი, 7.5 26 გრამი, ნახევარი ჩოკიდან, ვაზნა აზოტი B და Q. ბალანსი და ხარისხი 35 მეტრი. მინდა გითხრათ, რომ არის შვენიერი და თანაბარი გადანაწილება. ძალიან მომეწონა. ეხლა გადავაკრათ ფურცელი და გავისროლოთ სრული ჩოკით. სრული ჩოკით ყველა წესის და კანონის მიხედვით უფრო მჭიდრო დალაგება უნდა კონდეს.
პირველ გასროლას ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა. ეხლა ვისვრით იგივე ვაზნას აზოტის ბედაქიუ სრული ჩოკით. ანუ მარცხენა ლულით. ამინდი გადასარევია, მოღრუბლულია, მაგრამ არ წვიმს. ქარიც არ არის. და გაგვიმართლა ამ ამბავში. როგორც მოხდა, ისე ამოვედით, რომ ქარი არ არის, თუმცა დამცავი მაინც გვიკეთია მიკროფონზე. 35 მეტრიდან ვისვრით ისევ მეორე გასროლა. მეორე გასროლა ბერლანდელის მარცხენა ლულიდან სრული ჩოკით. იგივე ვაზნა აზოტის ბედაქიუ. სასხლეტი აქვს ძალიან მგზნობიარე და ისე აი რო არ ელოდები, ისე მოულოდნელად ვარდება. და სიფრთხილეცაა რაღაც მომენტში ამ თოფთან საჭირო. უჩვეულოდ ესეთი მგზნობიარე სასხლეტი აქვს. შეიძლება ცოტა მაღლა იყოს წასული. ლულა არის აბსოლუტურად სუფთა. წავედით და მოვნიშნოთ ადგილზე. სანამ მოვნიშნავთ არ ვიცი რას დაინახავთ, მაგრამ მაინც გადავიღებ. მართალი გითხრათ, თითქოს ის პირველი შედეგი უფრო მომეწონა ნახევარი ჩოკით. მეორე გასროლის შედეგი 7.5 საფანტი, 26 გრამი 1-0 სრული ჩოკით. მარცხენა ლულა, ვაზნა აზოტი ბედაქიუ 35 მეტრი. აი ესეთი შედეგია. როგორც აღნიშნე, პირველი შედეგი უფრო მომეწონა მე, თუმცა რო ვიფიქრობდი ძალიან მაღლაც არ გამქცევია ეს გასროლა. გავაგრძელოთ ახლა სროლა, შემდეგი ვაზნები. გადავედით ზუბერის ვაზნებზე. 34 გრამი 6 ნომერი კონტეინერში. დენტი ჩანს ისეთი მწვანეა, რომ ნობელ სპორტის D20-ია. მესამე გასროლა ზუბერი, როგორც თქვით წეღანი. 6 ნომერი 34 გრამი მარჯვენა ლულა. ნახევარი ჩოკი. რაღა დაგიმალოთ და ძალიან ძლიერი უკუცემა ქონდა. ამასთან არც რეზინის პიჩი არა აქვს და სარკესავით სუფთაა ლულა. წავედით აბა ვნახოთ იქ რა ქნა. მარკერის გარეშე ახლა ამ ზუბერის შედეგი რა გამოჩნდება არ ვიცი. მაგრამ მე მაინც გავაფერადებ და მერე გადავიღებ, ეხლავე გაჩვენებთ. მესამე გასროლა 6 ნომერი 34 გრამი ნახევარი ჩოკით. ვაზნა ზუბერი 35 მეტრის მანძილი. ეს გამოვიდა სამიზნეზე. ეს ის ზუბერია, რომლის კონტეინერიც ძალიან ბევრჯერ არც ერთი ფთა არ გაიხსნა და მთლიანად რომ ეფრინავს. ის ზუბერია ზუსტად. იგივე ვაზნა ახლა ვისროლოთ სრული ჩოკით. როგორც იტყვიან, თბილისის დინამოში ცვლილებაა. ცოტა გადავიფიქრე, ზუბერს აღარ გავისვრი, ჩამომანგრია მხარი. და ესეთ რაღაცას გთავაზობთ. თან სულ 2-3 მიზნე მქონია, ხო და 2 ცალი არის 8 ნომერი ჩემი დატენილი, დისპერსანტი 26 გრამიანები, ერთი არის ნობელ სპორტის C7-ზე დატენილი და მეორე არის იგივე 8 ნომერი 26 გრამი დისპერსანტი სოკოლზე დატენილი. ჯერ გავისვი სოკოლს, ორივეს გასროლა მოხდება მარჯვენა ლულით, რომ ერთნაირი ის იყოს და დენტები შევადაროთ. აბა ვინ როგორი ვაშკაცია დენტებში. ხო და ბოლოს გავისვრი ნობელ სპორტს, რომ ეს თუ ჩატოვებს რამე ნაგავს სოკოლი გამოწმინდოს ამან. ნაგავში იგულისხმება დაუწვავი დენტი. აბა წავიდე.
25 მეტრზე მოვდივართ. იმიტომ რომ ეს არის დისპერსანტი 8 ნომერი, ეს არაფრით არ ვადარებ იმ წინა ქარხნულ 26 ნომერს. უბრალოდ მაინტერესებს, დისპერსანტი ისედაც შლის და მაგრა თანაწილებს და 8 ნომერი უფრო წვრილია. ხო და ეს ის მანძილია. რა ვიცი, აი საღამოს გადაფრენაზე იხზე რომ სავსებით საკმარისია. წყერზეც რომ სავსებით საკმარისია. ხო და ორივეს გავისვრი, როგორც გითხარით, 8 ნომერი დისპერსანტი 26 გრამიანი, ეს არის სოკოლზე დატენილი. ორივეს გავისვით 0.5-ით მარჯვენა ლულით. სოკოლს თავისი სუნია განუმეორებელი. კი, ცოტა დატოვა დაუწვავი სოკოლმა. გაჩვენებთ ახლა. და მე ლულაში ვეცდები რომ კამერა გავყო. აბა ახლა ვეცადოთ ლულაში გავიხედოთ. არ ვიცი რა ჩანს, მაგრამ დაუწვავი მარცვლებია. თუ ხედავთ, არ ვიცი. დავნიშნავ ახლა ამასაც. მეოთხე გასროლას ძალიან კარგად იმუშავა. ესეც ასე, მეოთხე გასროლა 8 ნომერი 26 გრამი. ნახევარი ჩოკით. ჩვენი დატენილი დისპერსანტი 25 მეტრიდან. დენთის სოკოლი. აი ეს მივიღეთ ფოტოზე. სავსებით ნორმალური შედეგია. და მეხუთე დღევანდელი ბოლო გასროლა. ყველაფერი იგივე იქნება, აქ იქნება ნობელ სპორტი C7. მეხუთე გასროლა ისევ ჩემი დატენილი 8 ნომერი დისპერსანტი 26 გრამიანი, ამჯერად ნობელ სპორტის C7 დენთზე. 25 მეტრი მარჯვენა ლულა. ნახევარი ჩოკი. კი ნახეთ, როგორი ნაგავი ჩატოვა შიგნით, ალბათ გამოჩნდა და C7 ალბათ გაიტანს. 8 ნომერი 26 გრამი. წინა შედეგი კარგი იყო, მომეწონა. ლულა აბსოლუტურად სუფთაა. გამოწმინდა მთელი სოკოლის დაუწვავი მარცვლები. აქაც თითქმის იგივე შედეგი მივიღეთ. ახლა გავაფერადებთ და გაჩვენებთ უფრო უკეთესად. როგორ ხედავთ ახლა, არ ვიცი ამ პოზიციიდან. მეხუთე გასროლა და შედეგი 8 ნომერი 26 გრამიანი ნახევარი ჩოკით. ჩვენი დატენილი 25 მეტრიდან დისპერსანტით არის ეს დატენილი ნობელ სპორტის C7 დენთზე. აი ეს გამოჩნდა დამარკერების შემდეგ ესეთი სურათი გვაქვს. შედეგი სავსებით ნორმალურია, მივიტყოდი რომ ძალიან კარგიც. ძალიან გმაყოფილი ვარ. აი ბოლო ესეთი ერთი სამიზნე ვიპოვე კიდე და ამასაც გავაძროთ ეს დაკრეჭილი კბილები. გადავხედავ ახლა რა ნომრები გვაქვს და ხევ ნახევარი ჩოკით, იმიტომ რომ იმის ნახევარი ჩოკის შედეგები უფრო მომეწონა. აქ ახლა გადავხედე რა შეიძლება დაკრეჭილი კურდღლისთვის გვესწოლა და გერ ვიპოვე 4 ნომერი 32 გრამიანი პროპკის პიჟებზე აწყობილი. ხლიშოთ აბა ახლა ნახევარი ჩოკით 35 მეტრიდან.
ის კურდღელი უშნოდ გვეჯღანება სამიზნიდან, ხო და? ეხლა ნახევარი ჩოკით ვესვირლოთ პროპკის პიჟებზე დატენილი 4 ნომერი 32 გრამი. იმედია დავაგდებთ. ესეც სოკოლზე ყოფილა დატენილი, მაგრამ ობტურატორი ქონდა კარგი და თითქმის არ დატოვა დაუწვავი მარცვლები. სოკოლი ზოგადად ესეთი რბილი დენთია და ინდობს მონადირეს. ამას ახლა გაცილებით ნაკლები უკუცემა ქონდა ვიდრე იმ ზუბერს. ბიჭო, სასწაული თუ გინდა ესაა. არც ერთი მარცვალი არ არის კურდღელზე მოხვედრილი, სულ აქეთ-იქითაა გარშემო. ცოცხალია. ელე. ცოცხალი ხარ თუ? ეხლა გავაფერადებ მარკერით და ნახავთ. აგე? ესე იგი 100 წელი რო ვესწორო, ეხლა შეიძლება არც ერთი არ იყოს ისეთი შედეგი, რომ ერთი მარცვალი მაინც არ მოხდეს. კი, კურდღელი პატარაა. ეს არის A3 ფორმატის ფურცელი, ანუ 2, ისე რომ გაყო 2A4-ია. ხო, ცოცხალია ეს ახვარი. გადარჩა. მორჩის დღევანდელი სროლები ვლაგდებით უკვე წასასვლელად ვემზადებით, ამინდმა დღეს ძალიან მაგრად შეგვიწყო ხელი და ორიოდე სიტყვით ჯამში რა შეგვიძლია ვთქვათ. ესე იგი, თოფი და მწარმოებელი არის ძალიან მაგარი, ცნობილი, იდეალური, მაგრამ არ ვიცი, ეთყობა ეს ჩემთვის ლულაც ეს კონდახიც ცოტა მოკლე იყო. თან აქ საამორტიზაციო პიჩი არა აქვს. ძალიან ხისტი და მკვახე გასრულები იყო ჩემთვის. არა აქვს მნიშვნელობა 26 გრამი იყო 32 თუ 34-ით. ხო, სასხლეტები არის ძალიან მგზნობიარე. ოდნავი ხელის შეხება და პირველი მოულოდნელად გავარდა, რომ ვიფიქრე, რომ მიჩვეული რო ვარ რუსულ და თურქულ თოფებზე. შეიძლება მაგის ბრალიც არის, რომ ოდნავ რაღაცა დაწოლის შემდეგ გავარდებოდა, აი რაღაცა ძალიან მცირედი შეხების შემდეგ გავარდა. ხო. აქ ამ თოფიდან სროლა ჩემთვის იყო ძალიან არაკომფორტული, ძალიან წიხლებს ირწყვევინებოდა, ასე ვთქვათ. ძალიან მკვახე უკუცემა ქონდა და ერთ სიტყვით ეს თოფი საჩემო არ არის. Яйци, вися как эти упруа. მაგრამ თოფი არის ძალიან კარგი და ხარისხიანი გაკეთებული, ძალიან მაგარი ნამუშევარი. ამას თავის მომხმარებელი, თავის მომწონებელი ეყოლება და ყავს კიდევაც 70 სანტიმეტრიანი ლულებით. იქ სახში რო გავზომე, ორჯერ თქვი და ორჯერ შეცდომით 70 მმ-ო, 70 მმ არის ეს ვაზნა ერთი. და ეხლა ვასწორებ მაგ შეცდომას. ლულა არის 70 სანტიმეტრი. მარჯვენა ნახევარი ჩოკი, მარცხენა სრული ჩოკი, წონა 3 და 300, ფასი 3000. ყველაფერი ერთ ფრაზაში ჩატეული. ბრენდი გადასარევი, მწარმოებელი გადასარევი. აბა კარგად იყავით, ამით დაგემშვიდობებით დღეს. იმედია ვიდეო მოგეწონათ. ვისაც მოგეწონათ დაგვილაიკეთ, ვისაც არა. გადმოაყირავეთ ხელი უკუღმა. დიზლაიკი, გამოგვიწერეთ და გვიყურეთ. თუ რამე საინტერესო მოდელი ჩაგვივარდება კიდე ხელში, აუცილებლად გადავიღებთ და გაჩვენებთ. აბა დროებით ყველას კარგ და წარმატებულ სეზონს და ნადირობებს გისურვებთ.